ამოვედით მარტვილის მონასტერში. ეს არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილი და გულდასწყვეტია, რომ აქ აღარ არის ის ხალხმრავლობა, რომელიც გასულ წლებში იყო. ეს უკავშირდება გარკვეულწილად იმ უთანხმოებას, რომელიც ეკლესიაშია, თუმცა ამას თავი დავანებოთ. საავტომობილო გზა არ ვარგა, ძლივს ამოვედით ავტომობილით და გულდასაწყვეტია ის, რომ ტაძარს უკვე ჭირდება რეაბილიტაცია, მოვლა პატრონობა და თუ ლაპარაკობთ ღირსებაზე, ქრისტიანობაზე, აი ესეთ მნიშვნელოვან ტაძრებს უნდა გაუფრთხილდეს ჩვენი ქვეყანა. და ნაცების დროს აქაურობა აყვავდა. აი ქოცოების დროს რა მდგომარეობაშია, თქვენ უკეთესად იცით, ვინც აქ ცხოვრობთ, გულისხმობ მარტვილებს. ამიტომ ქოცობა უნდა შევცვალოთ და ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ქრისტიანობას, ჩვენს კულტურას უნდა გაუფრთხილდეთ. მარტვილმა უნდა გააგრძელოს აღმშენებლობა და განვითარება.